გამარჯობათ ხამსა ბატონებო. მე ვარ გიორგი ხამსაშვილი და თქვენ ყოველ შევახსენებთ თევზავის მეთოდებში. მოკლედ დღეს ვართ ბაზარეთზე, მეგობრები ამოსულები. აი ეს ჩაყოლება ყველა ჩემი მეგობარია. ამოვიდით რომ ვითევზავოთ, დრო ვატაროთ კარგად. შეინიშნება გააქტიურება კარჩხანის, მაგრამ უკვე რა თემა აქ აკეთოთ რა. კარჩხანა შედის სიმწიფეში, ანუ სიმწიფე რას ნიშნავს? იგროვებს ქვირითს, მეგობრებო, როცა ქვირითს იგროვებს, ჭამს ძალიან უზომოთ რა. ვიცით თევზაობა თუ არ ვიცით თევზაობა და ასე შემდეგ, სწორი მონტაჟები გვაქვს, არ გვაქვს მონტაჟები სწორი, ყველაფერზე იჭდება ჩემო მეგობრებო. აი მაგის თქმა მინდა რა, ყველაფერზე იჭდება. ეხლა ამიტომ წერო ისედაც გაპიარებულია ეს ადგილი და მე ვარ დამიწეროთ რომ გააპიარებ, არ მემპერებია მეგობრებო, რავის პირველ საათზე ჩამოვედი, ადგილი რომ დამეკავებინა. გაპიარებულია ისედაც ეს ადგილი რო იცოდეთ რა. ეხლა რა ხდება? ამ დროს არ ჭირდება დასაკვები და ასე შედება, მაგრამ ჩვენ ვითხოვოთ ფიდელით, აი ჩემი ხრობა ნახე. ჩემი პათუმით შევა წყალში, ჩემო მეგობრებო. ჩემი წყალში შევა ჩემი პათუმით. ფიდელით ვითხოვავთ, ოღონდ თუ სიტყვაზე შემოვიდა თევზი, შევამციებ დასაკვებს და აღარ ვიცებ რა. ტივტივაზე მე ჩავწერ აქ რა ბევრჯერ ჩავწერ ბაზარეთზე კიდე ბევრი რაღაცები გამიხილო რა. რასაც დავიჭერთ, ეს სრულიად გაშვებული იქნება თევზი. რატო იქნება სრულიად გაშვებული თევზი? მაგას უკვე ვიდეოს ბოლოს გაიგებთ, რატო უშვებ ამ პერიოდში თევზს. მოკლედ წალი ავიღოთ. ბევრი დასაკვები არ მჭირდება, არაფერი. გამოვიყენებთ მარკს ასეთი. გაიხარე. გამოვიყენებთ მარკს. დოკ აი ამინდია, გუშინაც მაგარი ამინდიყო, დღეს საერთოდ მაგერთო დაწყეს. და გამოვიყენებთ მარკს, თუ არა და ვანილიც მაქვს რა. ეს ორი წამოვიღერო, ესენი უფრო გონია იმუშავებს რა. მაგრამ ამას მოვიძილავ. რაჭის არაფერს. თუ ეხლა იცი როგორი თემა იყო, შემიძლია რომ სიტყვაზე როცა ფრთხილია თევზი და გვინდა რომ მარტო ვიჭიროთ მხოლოდ და მხოლოდ პასიური თევზი ან ისე მოდის რა. ეხლა აი გათენდა თუ არა ჩემ მეგობრებმა დაიწყეს ჭერა უკვე. ანუ ჭერა დაიწყეს რა. მაგის თქმა მინდა რომ ჭამს რა ჩვეულებრივად და მაგრამ არ ვაქეს ეს არაფერს არ ვამუქებ, არაფერს არ ვძაბავ, თორე შემეძლო რომ აი ესეთი ეხლა შემიძლია გავაკეთო, აი უყურეს რას გულისხმობ, შემიძლია აქედან აქ არის მაინც გატეხილი სიმინდები, ხო? შემიძლია ეხლა საცეში მოვავთავსო და გავცრა მხოლოდ დავტოვო წმინდა ფრაქცია. წმინდა ფრაქცია, იმიტომ რაში მაწყობს ეს წმინდა ფრაქცია? მოვა თევზი, შეჭამს, მადაზე მოვა, მაგრამ ვერ გაწყება. გამიგეთ? აი მაგის თქმა მინდა. შეგიძლიათ ასეთი სიტუაციაც და მე ეს გადაყაროთ. ასეთი რაღაცას შეიძლება გააკეთოთ. უბრალოდ ეხლა მე დრო აღარ მაქვს, თორემ მაგას ვიზავდი რა. ეს შეგიძლიათ მეგობრებო. ეხლა ჩვენ მოვზილოთ არაფერი ზედმეტი. აი ეს ამას ზოგადად რა დასაკვებს ჭირდება. აქედან ჩემი თავი დასაკვებს ჭირდება ზოგადად მეგობრებო. ძალიან ბევრი დამუშავება იქ რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. 3 თუ 4 ეტაპს მოიცავს, რა თქმა უნდა. რომ შეიწოვოს წყალი, მე ისე სისველე, მე ისე წვიმდა, ბევრი რაღაცა ჭირდება, ამას კიდევ მე აქვს, რა თქმა უნდა. ეს საკმარისია, რაც ეხლა ჩვენ მოვზილებთ, ეს საკმარისია. მარტო მას გამოვიყენებ. ეხლა ჩავყრი დასაკვებში, შევიტან, იქ უკვე ჩაგერთვებით მეგობრებო და გამოიწერეთ არხი. ამადროებით. მიშა. არგი. მიშამ დაიჭირა. მიშამ დაიჭირა. დავიჭირეთ. პიგერი მაგარია რა, პიგერი ძალიან მაგარია.
25 პლუსია მეგობრებო, მაგრად იგზნობა რა. მაგარია. ოჰო, რა კაი ზომა, ნახე. ოჰო. მეგობრებო, ბაზალეთის გავხსენით, წელს პირველი თევზია ჩემი, წელს პირველად ვარ. და ესეთი კაი კარჩხანა დავიჭერეთ. გავაგზავნეთ. თოხმეტი ნომერი გავუკეთე, ჩემ მქონდა 12 და ჩაკმეთ მამაზინებდა, ეხლა 16 გავუკეთე და ძალიან კარგად აქტიურობს. აი მეგობრებო, ნიჟარა მოვიტანე წყლიდან. რამოდენიც ნიჟარა, ამას აუცილებლად წავიღებ. დაიჭირა ეზაობის მეთოდების სახელზე კიდევ ერთი თევზი. იგით მეშვიდე თევზი ამოდის. მეშვიდე რა? ოჩა. რას ელოდებით? ვისაც თევზაობის მეთოდები დალაიქებული არ არის. მიშა იჭერს და იჭერს რა. აღარ ჩერდება. თორნიკე. ანდრო. გამარჯობა. 5 გადაგდებიდან. ლუკა. 5 გადაგდებიდან ერთს ვაკეთებ და არის. საო. დავიჭერთ მეგობრებო. 20 ჩატყლები აქვს. ობათ. გაძრა. მაგრამ დავაფიქსირე. არა, ხდება ხოლმე. მეგობრებო. დავიჭერთ მეგობრებო. დავაყენეთ სპეციში, მაგრამ რა აგიხმით? აგიხმით ხა ყველაფერს ახდება. ცოხანში რა მეთოდი მოითხოვა, რა მიდგომები მოითხოვა თეორიმა და აკიმა. ეგეთები დაუჭირე გუში გიო რო გადა. აი მეგობრებო, თეთრად სამოვიდა. სამწუხაროდ წინა კადრებს ვერ ვიღებ. ძელი ფიდერამი დამცა სახში და თეთრად ვერ გაქცევთ. ასე თუ ის ეხლა ვერ ვიტყვით რომ ძალიან აქტიურია და ასე შედის რა. შემოდის დადის და რაღაცას ვახერხებ. აი ლუკამ დასვა. ლუკა თევზი გვაჩვენე? აი შვენიერი თევზი. და ვისიამოვნოთ ამოყვანით მეგობრებო. დაკელიჩი არ შემოვიდა, რომელსაც დავასხი კანაფის სპრეი მეგობრებო. და ასეთი კარგი თეთრულა ნახე რა. ამოხევიძეს გადაეხლა და პასუხი. აი ზომა. მაგარ. ეს თეთრულა უეჭველი. თავიდანვე დაარტყა, ვარდანვე დაარტყა მეგობრებო. ეს თეთრულა დავიჭირეთ გონი. თეთრულა, ვარდანვე დაიჭირა. დუღს იქაურობა, თუ ხედავთ, თეთრულა შემოვიდა. ო, კაი ზომის თეთრულა. ოჰო, რა კაია, ნახეთ. კაი ზომა. დაამთავრა ჩვენმა მეგობარმა ისა თორნიკემ და უშვებს ქვირითიან თევზს.
რომელსაც ახლა ჩვენც იგივეს ვიზავთ ვიდეოს შემდეგ. Hey guys, ქვითიანია ცოდვა მეგობრებო. დასვა, კაია. მიდი, კაია. ხოჩახ, ლუკას ხოჩ. ოჩახ. აჰა, დაიჭი. იგეს თეთრულა იქნება. თეთრულა. დავიჭრეთ თეთრულა სავარაუდოდ. პარნაზი აიხო. რა კაია ნახე. მოგეთ მეგობრებო, ახლა ერთი ორი გაგესაუბრებით დღეს 7 საათიდან 3 საათამდე რა ხდებოდა. ასე თქვი პასიურად თევზი და ჩემი აზრით წნევას ვაბრალებ, იმიტომ რომ მოსაგ წნევა არის, რა თქმა უნდა, ფსკერზეა გაგიჩვენება თქვენ თევზი და მაღლიდან დაცულავს რა. ამის გამო კაი მეთოდი გამოვიმუშავე, კაი მეთოდი გავაკეთე. ასევე მეც და ჩემი მეგობრებმაც გადავაწყეთ უკვე მეთოდები. ზოგი დარჩა ინლაინზე, ზოგი გარნირზე. აი ესეთი რაღაც გავაკეთე. ინლაინზეც იგივე მქონდა, მაგრამ ეხლა გარნერის მარკუჟი გადავწყვიტე, რომ და ძალიან მსუბუქი საკვებურა. ეხლა რატომ მეგობრებო? როცა ფსკერზე წნევა და ფსკერზე ამის გინდა ყვებეთ საჭმელი მილიონიც ღირდეს გამორიცხული არ შეჭამს. მე შეჭამს, რომ უკვე დაწნარდება და დამშვიდდება ყველაფერი, მე მივა და შეჭამს, მაგრამ მანამდე იგივე წეტიში უნდა უტყათ ცარიელი საკვებურა, თუ გინდა საკვებით, ოღონდ უნდა ვითევზაოთ, ოღონდ ვარდნის იმიტაცია უნდა ვიცეთ რა. უნდა გავაგრძელოთ. თუმცა წნევა არის, ახლა გაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ წნევის დროს. თუ მიუხვდით, რომ მაგლა დახტუნავს თევზი, ან მაგლა დაცურავს თევზი, კარჩა და ასე შემდეგ, აი რავი, ყოველთვის ამასლებს ჩემთან ესეთი მონტაჟი რა. მარტო გარნელი კი არა. მაგრამ ისე ქვია, კლასიკური მონტაჟიც რა. ასეთი სუბუქი დაუკეთე, რომ ნელა ჩავიდეს მეგობრებო და აი ესეთი მეტრიანი სადავე გავაკეთე, რომ ეს რო ჩავა მეგობრებო, ესეც ნელა ჩადის. და რა თქმა უნდა, ის გზა უნდა გაიარო, სადაც შუა შრეში ჩვენი კაჩხანა ან თეთრულად დგას მეგობრებო, ან კობრი არ აქვს მნიშვნელობა რა. წნევის დროს აი ესე მუშაობდა ამათლებს რა. რავი, პასიურობდა, მაგრამ ესეთი რაღაცები გვეცადა და მე პირადად ვარ მეცადა, მე ხლა რაც დავიჭირე, ვერ დავიჭირდი რა. მოკლედ დაჭირდა სპრეებიც, დაჭირდა რა, ბევრი რაღაცები დაჭირდა. ახლა ჩვენ ნაკელის ჭიას გავუკეთებთ. უკეთებ პატარებს. მქონდა გაქცევებიც და ფუჭი ჩატყნებიც. რა თქმა უნდა, ნემსკავებით ცვალეთ და ასე შემდეგ. როცა ესეთი პასიურია, მაგრამ მაინც იკვებება და შრეში დგას, აი ესეთი პატარა ჭიები გაუკეთეთ რა, არ სჭირდება ძალიან სიკიდები. ამის ხომიდოდა სამწუხაროდ ვერ გადავიგე ხა ჩატყმები და რაღაცეები, მაგას როგორც ყოველთვის გამოვასწორებთ. 20-30 მეტრა მაკაღებული. რა თქმა უნდა, ეხლა კიდევ ვაგრძელებთ მეგობრებო, საღამომდე კიდევ 1-3 საათი გვაქვს და ნახოთ ამ 3 საათში რამდენს დავიჭეთ და რა იქნება რა, უკვე წინა კადრებს შემოგთავაზებთ, შემოკარგეთ.
მანამდე გამოწერეთ არხი თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები ან რამე ახალი გაიგეთ ჩემგან, თხოვნა მიქნება რომ გამოწეროთ არხი. არა, თუ შეცრულა გახსნა. საკვებს არ ვაძლევდით ხშირად. რო შევატყეთ რომ ისედაც აქტიური იყო ერთი პერიოდი. გავაჩერეთ საკვები და მე რო შევხედეთ რომ თევზი ისედაც მაღლა იდგა და დაარტყავდა ერთი, მე უკვე საკვებს არ ვაძლევდი და აი ესეთი იმიტაციით რა თქმა უნდა ვიჭერით ცეებს რა. ამოდიოდა ფრანსურის კარგი ზომის კაჩხანები ამოვიდა და ნახოთ ეხლა კიდე რა იქნება რა. აბა გავაგზავნე. წარმატებები გიოს. გაიცეთ რომ დავიჭრეთ. ვა გაიზომა. კოჭასაც მოუკითხი ვარ. თრაში დავთვლი და ხო თრაში და უნდა გავუშვი. აჰა. იბატონო, მოდი ლამაზო, მოდი. ოჰოჰო. ოჰო, რა გარჩხანაა ბიჭო. მაგრამ ცოტა გამოდებული და იმედია მოვასწრებ. ურა დაარტყა. არჩხანი უცესი. მე როგორ დავიჭერეთ ახლა? არ დავნებდით და ვიჭერთ. ჯიგარო, მოდი. როგორ შემახარებ? მოსვით, მეც მოგახარო გაშვებით. მოდი. მოდი. კიდე, ვიდი. აბალა, შენ გენაცვალე, შენა. ოპა, იცეკვება? აბალა. მოდი, აუცვათ აქ ამას და მოდი ეხვეწე რა გამექცე? მოდი, რამხელა ამოხტა, დახეთ, ფენწატისიე? წინ. რა კარგია, მეგობრებო, რა კარგია, ნახეთ. ძალიან სუათა აქ მომეც ამოსაყვანი. კარასია მინდა, ჩაგდება მოგე. დავიჭირეთ კიდე დავიჭირეთ. ნახე აქ აი ჯერ ჯოხია რა. კაი ის არის, კაი მოზდილი ჩანს. ლე, იშა მოვიდა. აგაინძე. შენ აგაინძე ძმაო. ანდრომ დაიჭირა. დავიჭირეთ მეგობრებო კიდევ ერთი. რა კაია, ნახეთ. რა კარგი ხარ. მოდი. მაგრად ვერთობით. არ უნდა დანებდე რა, მაგის თქმა მინდა რომ არ უნდა დანებდეთ. თუ მოდიხარ დილდა საღამომდე უნდა მოხვიდე და
დაეროდო რა იქნება. არ დავნებდი რაღაცები მოვიგონე რაღაცები და მოძინებულზე ხალხო. აი ნიავია. აი მოვასწროთ ახლა ეს ამინდი. მეგობრებო, კიდე დავიჭირეთ, არ ვჩერდებით. თუ შენი. აჰა. გამექცა. შევა დავიწეროთ რატო არ ამოწიე პირდაპირ და ვერ ამოწედი მეგობრებო, იმიტომ რომ მსკავი ტუსე ქონა ძალიან ცუდად. თუ შემომჩნევ ხოლმე რომ ცუდად აქვს, მაგ დროს ვიყენებ ამოსაყვანბადეს. და ძალიან ცუდად ქონა, კიდევაც აქ დაამტკიცა რომ გაძრა. მოუშვა მეგობრებო და ეს იგივე ჩატყმა არის. წავიდა. Oh, es კარგია. უი, რა ცუდათაა გამოდებული. მოდი, ჩემო კარგო, მოდი ჩემთან მოდი ლამაზო. იდევეთი. ო, ბომბორა, ნახეთ რა მაგარია. აბა. ო, მადლობა. გიგარი. ოჰო. ჰა? კეთვი. ნახე რა ბომბოლა, ამას ვინაცვალი, მიდი. დაარტყა და არის. დაარტყა კარგად. ეი ანდრო მეხმარება. მადლობა. აჰა. ნოდა. კიდე ვიქნება, კიდე ბიჭებოს. კიდე დაარტყავს ეს. ო, მეს დავიჭირე, კაია ეს. ნოდა. დავიდა გოგუნი. კაია, ვერთობით. Dai, ცა იმას. ის იმას. Სიჩქარე. Dai, ცა. სიჩქარე ბრალია. გაჩხალები, გამარჯვეთ. ეხა უყურე. ოპა! ტემპში მყავს, აბარა. რავი, არ ჩერდება მეგობრებო, ეს არ გეგონოთ უწყვეტი უბრალოდ ვაპაუზებ. არ გეგონოთ რომ კადრს ამიორე. არ მომიორე. მართლა ტემპში მყავს უკეს შემოყვანილი. კაი წყალია, მინა კაცის ბანაოები. თავიდანვე გითხარი რომ უნდა დაგეკვირვა ერთ და იგივე ადგილი. არ მუშაობდა ეს, ეხლა აიყურე, არ მუშაობდა ზმაო და ეხლა რო ქარი ამოვარდა და ჟანგბადი მიეცა, ისე ჩავიდა ჭამს ეხლა რა. ეხლა სადაც კონკრეტულად აგდებდი,
დღის განმავლობაში იცი ხო იცი ის ადგილი? ჰა? აი მან ჩააგდე. აუ გაიმაზა ბიჭო, გაიმაზა, ჩემი კაი. რა არის? მეგონი არის. არის, მოდი. არის. თეთრულა თუ პატარა გაჩხანა. ჰა? არის. თეთრულა, გამოშ. თეთრულასაც ვიჭერთ მეგობრებო, აი ასეთებს. ო დაიჭირა რუკამ. ეგ არის. აბარა. მოგითხარი წერტილში ვაგდებთ რა. წერტილში დგას. კაია. ძალიან კაია, მოდი. მადლობა. არა, პირზიაკ, მოდი აიღე. პირზიაკ და მე გამოსისაათ. ალო. აბდროთ. იდე დავიჭირეთ. მეგობრებო, ბაზალეთზე ვართ ახლა. წეს პირველი გასვლა ქონდა ჩვენ აქ. და მე და ჩემი კლუბი გაჩვენებთ ამოვიდით ბაზალეთზე. ანდრო ნახე რა გოჭი მოდის ნახე. აუ ცუათ აქ, ჩქა ცუათ აქ ძალიან. ჰა. ოჰო. ძალიან ცუათ აქ. მოასრო. ეგრე. ბულუ წამზე. მოასრო. ბულუ წამზე. აიცა, აგაუ. როსი ბძვის? 37-იან. არე. მაგარი ვის არის? თეთრულა გაუში განები. თეთრულა. მეგობრებო, ახლა ჩვენ დავამთავრეთ მოზაობა. უბრალოდ ფორმალურად ავწონეთ, ახლა ამ თევზს დავიჭირეთ. იყო დილიდან ძალიან პასიური თევზი. რამდენი საათი არ ყავდა თევზი და აი შემოდიოდა და აი ნელა ჭამდა და ასე შემდეგ და მე წნევაც იყო, რა თქმა უნდა, სტერზე არ იყო. აი ხა ქარი რო ამოვარდა შუადღით, ეხლა ხარია, ეხლა უფრო გააქტიურდა შემოკარგოებო და ინფორმაციას გაწვდით, რომ ქარის დროს უფრო გააქტიურებული იყო. როგორც შუადღით, როგორც დილით რა. წნევის დროს ვაგრძელებდით მე ფულეს მეჭრა 80, მაინც 10 მეტრი სადავე რო დამეჭირა თევზი რა. და 2 მეტრამდე ავიყვანე სადავე კიდევ. აი ეს იყო და ეს და გაჩვენებთ ამდენ სარი დავიჭირე. აი ეს ხომ იყოს აი? ოპა, ტუტი. ოპა, ტუტია.
არა ჯერ რა ვიძულა მაგრამ არა ვარა არ არის ვარა ეს სამაგე ნანინა ხა იწონება ავიდა იმედია ჩაედიო მაგრამ ჩაედიო ოფისში აღმიჩნე რომ ერთ თევზი იქნებოდა გაშვებული ჩემს მიერ, რასაც დავიჭერდი. ეხლა რატო? მე ესე ვიქცევი გაზაფხულის თვეში, როცა ფირითობს თევზი, უშვებ სიამოვნებს ვერთობი თევზაო, მაგრამ ყველა თევზს ვაბრუნებ ტყაში. ეხლა რატო? აუ კაშხანა რატო რა გაშშვებია და ასე შემდეგ. შეიძლება დამიწეროთ, მაგრამ თევზია მეგობრებო. ერთ-ერთი საუკეთესო თევზია, რომელიც მოყვარულიც ერთობა, სპორტსმენიც ერთობა, რაც ასე შემდეგ, სპორტული თევზია. ამას თავდავანებას ამ ყველაფერს ქვირითიანია და ერთ თევზი დაახლოებით 10,000 ხობით ქვირითი ყავს და ცოდვა მეგობრებო, მე ჩემი, როგორც მე ვიქცევი, ისე გეუბნებით რა. მე როგორც ვიქცევი, ისე გაჩვენებთ. Buenas Saluto. აი. სასწრები, ამაზენი. როგორც გამახარეს და მასიამოვნეს, მოსვით ისე გაჩვენებით თხოვა სიამოვნებ, რომ ქვირითიანებია და ცოდვა. აჰა, ნახე. წავიდა, ნახე, გაიცნო. ძალიან კაი. მოგლეთ. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო. მოდო შეხვდეთ რამდე. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამომიწერეთ არხი. და გადავზიარეთ ვიდეო, აბა, დროებით.